სად ვიმყოფებით, ალბათ უკვე ხვდებით, ვართ სვანეთში. რატომ ვართ სვანეთში, გითხარი? ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო ვართ სვანეთში. დღეს პარასკევია, ხვალ შაბათს ჩატარდება პირველი სამთუგარბენი სვანეთში და ასევე პირველი ულტრა, რომელიც იქნება 102 კილომეტრის. სხვა დისტანციებიც არის, მაგრამ მე 102 კილომეტრს გამოვდივარ და მაგ ყველაფერს თან გადავიღებთ ხვალ და განახებთ ყველაფერს. ბატონო, ვისი ორგანიზებით ხდება ეს ეგეც ვთქვათ? ეს ყველაფერი ხდება ტრეილაბის ორგანიზებით და აქამდე თბილისის გარშემო და სტეფანწმინდაში ატარებდნენ ხოლმე ამ ივენთებს და ეხლა პირველად სვანეთშიც აკეთებენ და ძალიან დიდი იმედი ვაქვს, რომ კარგი გამოვა. ვფიქრობთ, რომ გადავიღოთ მთლიანი გარბენი. მე 6 კილომეტრს დავბივარ პატარა გონგაძის გამო. ვეცდებით, რომ ყველაფერი გადავიღოთ. მოკლედ ეხლა ვემზადებით, რომ ჩავაბაროთ დროპ ბეგები და მანამდე გუგა გვაჩვენებს დაახლოებით რები უდევს ჩანთაში. ზუსტად ვაჩვენებ. ეს თავი ჩანთა 12 ლიტრიანი წყალგაუმტარი მოსაცმელი, რომელიც იმედი არ დამჭირდება და ამის გარეშე შეგვიძლია თერმო ამას სავარაუდოდ ჩავიცვამ თუ არ ცივდება ოდნავ ამის გამოყენება დიდად არ მინდა. კამარი, სადაც შემდეგ დავიმაგრებ ჯოხებს, რაც აღარ დამჭირდება ჯოხები და თან რაღაც დამატებით ნივთებს შევინახავ ხოლმე, რაც არ მინდა რომ ზევით მქონდეს და დაამძიმოს. ფიქრობ რომ 3 წავიღო, ფლასკი წავიღო, იმიტომ რომ რაღაც ორი მონაკვეთია, სადაც 16 კილომეტრიანი დაშორება არის. იმებს შორის, სადაც დახმარე პუნქტებს შორის, ცოტა მარილის ისინი ტაბლეტები, ეს მკერდის დასაცავი დასაკრობი, ეს ტრეკერი როკეტიმ ნახოს შედარებით ზუსტად საგვიქნები, ჭიქა, რადგან იქ ჭიქები არ ექნება თავისი და ამაში ჩამესხამე წყალს, არ ვიცი რამდენად გამოვიყენებ. ასევე ის ნივთები, რომელიც იმედი არ დამჭირდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა გქონდეს. თერმული ბლანკეტი და ესეთი ნამეები. ეს დამხმარე ნივთები, ვაზელინი, ალბათ არ დამჭირდება, მაგრამ მაინც. ჯოხები და ხელთათმანი, 2 თავფანარია საჭირო. ამას გამოვიყენებ ხოლმე, ეს უბრალოდ მექნება, ვაიდან არ მოხდეს. შარვალი მოთხოვნებში არის, მაგრამ სავარაუდოდ არც ამას გამოვიყენებ. წყალგაუმტარი, რა თქმა უნდა. სკელი ხელთათმანები, ესეც დამჭირდება სავარაუდოდ მაღაზზე რო ავალთ და თუ ნალექი მოვიდა. ქუდი ამას არ დამოვიხსნი მთელი იმის განმავლობაში, გარბენის განმავლობაში. საკმაოდ ბევრი საჭმელი, გერლები, თეილები. ეს შემდეგ გავხსნათ და უფრო ვაჩვენოთ. და კეტონები და შორტი და ფეხსაცმელები. ეს არის ტიპის საკვები, რის მიღებასაც ვაპირებ ამ მთელი გარბენის განმავლობაში. ეს კონკრეტული რაოდენობა არის. პირველ ნაწილში ეს ბოლა რეალურად 3 ნაწილად იყოფა, იმიტომ რომ არის ადგილები, სადაც შეიძლება დაიმატოს საჭმელი, მიიღო დახმარება. მეორე ნაწილისთვის ეს გამოსდებული, მესამე ნაწილისთვის ეს რაოდენობა გამოსდებული. იგივე რაღაცებია, ოღონდ სხვადასხვა პროპორციით. ეს არის Tailwind-ის ფხვნილი, რომელიც წყალში იხსნება და გაძლევს კალორიას, ელექტროლიტებს, ნახშირწყლებს. და ეს გემო მომეწონა, გემოს გარეშე არის და სასიამოვნოდ ისმევა. და ამას ყოველ სადგურზე შევასებინებ ხოლმე ერთ ასეთ ფლასკში. ჩავყევინებ ხოლმე წყალს, ჩავასხავ და შევანჭყრებ. ეს არის სისის გელები, ბეტაფიული ქვია, სადაც ერთში საკმაოდ მაღალი რაოდენობის 40 გრამი ნახშირწყალი არის. ეს არის მთავარი გელი, რასაც მივიღებ და საკმაოდ ბევრი მიმაქ, იმიტომ რომ პირველ ნაწილს, პირველ მესამეც ყველაზე დიდი ნაწილი იქნება რეალურად დროის ხრივ და დაჭირდება დაახლოებით 8 საათი ალბათ, ამიტომ აქ რაც არის ბევრად მეტია, ვიდრე აქ არის. ამას მივიღებ, ეს აბე კოფეინს შეიცავს და უბრალოდ დილით სანამ დავწევ მანამდე ერთს მივიღებ. ამას იმიტომ არ ხმარობ, რომ ძალიან ბევრი კოფეინი აქვს, ამას და არ მინდა მაგაზე ვიყო დამოკიდებული. კეტონის შოთი, როგორც ნაცადი მაქვს,
კარგად მოქმედებს, რომ დაღირულად აღარიგზო თავი. ტვინი უფრო რაც კარგად მოქმედებს. დიდად ენერგიაზე არაფერი გავლენა არ აქვს, უბრალოდ ტვინი ესე ვფიქრობ, რომ სწორ გადაწყვეტილებას იღებს უფრო, როცა ამას იღებ რაღაც ინტერვალში და მე ვაპირებ, რადგან 4 წელი მაქვს მარტო, 4 საათში ერთხელ მივიღო. და დამატებით მაქვს ელექტროლიტების ტაბლეტები, წესით, რადგან Tailwind-ის ფხვნილი უკვე შეიცავს საჭირო რაოდენობას და მივიღო, მაგრამ პროგრამა და ზედმეტად ცხელი დღე იყოს ან გამგრძელდეს 1 საათიდან მეორემდე მისვლა, მაგ შემთხვევაში ამას დავამატებ ხოლმე, მაგრამ წესით არ უნდა დამჭირდეს ამას მიღება. უკვე მივდივართ ნომრების ასაღებად და დროფექს მერე გავაბარებთ. აი აქ არის ნომრების აღების პუნქტი. მთავარი სვანეთის მუზეუმი. ვა, კიმი! აი სელებს შევხვდეთ. აბა როგორ განწყობაზე ხარ? განწყობა? არა ვიცი, მაგრამ მეძინება. შენც 4-ზე ჩამოხვედი? გუშინ არა. კიდე. არა. ესე იგი ვიყიდე ეს მაისური აჩვენე. და დღივდა 70 ლარი, მაგრამ მაინც სამახსოვრო ძალიან მინდოდა და ნამდვილად კარგი ხარისხია. გოგას და 70 კილომეტრიანებს მოყვებათ ეს მაისური და განჩენ ისე იყო. აბა პარკი, იზის პარკი მეც მაქვს მაისურით. ნომერი. ეხლავე. დაიწყო? კი ბატონო. ეს რა? ბაფიც. კაი, წავედით ახლა ტექნიკურ ბრიფინგზე. კი ჩვენი ნომრები. ავედით ტექნიკურ ბრიფინგზე. Hill until here, really runnable through the woods and pretty cheap maps on your devices, so you know exact spot. Fine. შაბათია, გარბენის დღეა. 5-ზე გავიღვიძეთ, ახლა 6-ზე გავუცი, 6-ზე იწყება სტარტი და მივდივართ სტარტისკენ. აბა გოგა რა განწყობაზე ხარ? შესანიშნავ განწყობაზე. შენიერი რა, აბა სტამბინახე. ნომერიც უკეთე და შენიერი ახლა გაჩვენებთ როგორ გამოიყურება სტარტი. ახლა და 9 საათზეც გაჩვენებთ. იმიტომ რომ მე 9-ზე ვიწყებ, 6 კილომეტრი და 21 კილომეტრიანები იწყებენ 9-ზე. 100-იანი, 70 და 45-იანი, 46-იანი იწყებს 6 საათზე და ძალიან ლამაზია, მოკლედ საათს და ყველაფერი. ნახოთ, რაღაც სიჩუმე. ამილო, აბა რა განწყობაზე ვართ? მე რა ნორმალური ხო დროში ჩავეტიო და მე მეტი ამბიციები დღეს არ მაქვს. შენ წარმატება შენებსტილო. მადლობა. აბა. წარმატებები. დინარებს. არც ხო არ გაქვს. ანა. ანა როგორ გაქვს მუხლი? არ ვიცი, ჯერ ძინავს რა შეგერგო. იგავშიდობის ყველას, როგორ ახარხან ჩვენი ერთილას, როგორია განწყობა. So, can you show me your attitude towards the ultra race? How are the feelings? Yes, that's right. წარმატებები. Давай! აბა თქვენ იცი. 3, 2, 1, go! გავუცილო გუგა. ეხლა ვდივარ სასტუმროში. პოდკასტი უნდა დავდო, ჩვენი პოდკასტი და მინდა რომ სანამ დარბის მაგ მომენტში დავდო და არა უკვე ულტრას მერე. მაგას ნახავთ ალბათ ჯერ და მერე ამ ვლოგს დიდი იმედი მაქვს
მოვემზადებ უკვე ნელ-ნელამეც და სადღაც 9 წუთებზე უკვე გამოვალ და 9-ზე იწყება ჩემი სტარტი. ჯერ 4 კილომეტრის არ გამომგვივლია, მაგრამ უკვე 800 მეტრი მეძზე მეტი ავწიეთ. კარგად ვგრძნობ თავს. ჯეიმსიც ხოძეა. ხო? არა. ხოძე ვართ. ტემპის გეგმას კარგად ვასრულებთ. ქედები უკვე დაიწყო. მივდივართ ქორულდის წვებისკენ. ქორულდის სადგურზე მოვედით. წყლები შევისვეთ, თეილვინდი შევისვეთ, მე და ჯეიმს აქ ვართ. და ეხლა უნდა გავუყვეთ ამბილიქს. უშბა ჯერ არ ჩანს ამის გითიმალება, მაგრამ გამოვაჩენთ და ყველაზე ტექნიკური ნაწილი მოდის ახლა ამბილიქის. ესეც ქორულდის ტბების ზემოდან. ჯერ კიდე ბევრი დაგვრჩა ასასვლელი. 2 საათი არც დავიწყეთ. ეცდომა არ უნდა დავუშვათ, თორე ორი მხრიდან საკმაოდ ციცაბოდ დაღმართია. მაგრამ ჯერ არაფერი დამთავრებულ, იქამდე უნდა ავიდეთ. ზევით. ეს წინასიგიჟია. ესეც 11 კილომეტრი 1900 მეტრი და ესეთი მთავარი. წავედით აქეთ, იქეთზე. პირამიდის წინ. ნახოთ. ძალიან ახლოსაა უშბა. ეს აქ შეგიძლია გადახტე და ნახოთ. მიდი. ასენ ვიდივართ. და შეცდომაც არ უნდა დავუშვათ აქ. ეხლა არის 9:20 წუთი. გუგა მიქვსე ხო და იწყო 8 საკალ და 10 წუთი რა მომწერა, ქორულს გამოცდიო. ანუ მე მგონი თუ სწორად მივხვდი პირველ სადგურს. ეხლა 9-ზე უნდა დავწყო მე. იმედი მაქვს რომ ისე დავასრულებ რომ ერთ სადგურზე გუგა შევხვდე, რომელიც არის ლემსია, სოფელ ლემსიაში. და უნდა მოვახერხო ისე რომ იგრევე გავიქცე გუგასთან. ჩავალაგე ჩანთაში რაც მინდოდა ყველაფერი და ჩავდე მანქანაში. რომ იგრევე დავჭდე და წავიდე მოკლედ რომ მოვჩები სირმულს. ეხლა გაჩვენებთ აბა 9 საათზე როგორი სტარტის ხაზი გვექნება. მოკლედ ეხლა სტარტის ხაზზე ჩემთან მოვიდა ზალი. და დამისვა კითხვები სვანეთზე გეოგრაფიული და მოვიგე ბაფი. სადა შეიძლება ამ ბაფის კიდეც მინდოდა, მაგრამ მაიზური 70 ლარი ღირდა. აღარც მიკითხავს ბაფსა და მოვიგე. სტარტი ავიღეთ. ძალიან ცუდი რამე მოგვივიდა 6 კილომეტრიანებს. ბოლოს ერთი 8 კაცი ვიყავით. ნუ ჩემს უკან კიდევ იყვნენ, მაგრამ
ეს რა კაცი ჩემს ერთად იყო და ნუ მივყვებით ნაკაც რა და წინ ხალხი არის და იმათ მივყვებით და რუკა არ ჩამიწერია იმიტომ რომ 6 კილომეტრი რა ვიცი კარგად იქნება თქო დავარგული და დიდხანს არ ვიყავ და უბრალოდ გავხსენი ტელეფონში რუკა და 1 კილომეტრი გავწდით აი მე ნერვი მომეშალა იმიტომ რომ მარკირება არც არ იყო წესიერად რა ხო და ძალიან ცოტა რეკო ხა ვიცი ხა ვდივარ უკან გოგოები ჩამომჩნენ ვინც იყვნენ ჩემთან ერთად და ნერვები მაქვს მოშლილი აი მე მოკლედ ვნახე მარკირება ხერგენვის მუზეუმთან იყო მაგრამ საერთოდ არ ჩანდა იმდენად კუთხეში იყო ეს 6 კილომეტრი რო ეწერა გადასახვევი თან წინ მანქანა ეყენა მოკლედ ნერვები მომეშალა ასეთ სილამაზეში ვარ და მოახლოვდი finish sleeves Make some noise for her! Congratulations! Good job! მადლობთ. მოკლედ 6-ის ნაცვლად გამომივიდა 7 კილომეტრი, რადგან იქ ძალიან ცუდად იყო ნიშნული და ამერია გზა 1 კილომეტრი ზედმეტად ვირბინე. 330 ელევაცია 279 უნდა ყოფილიყო წესით და ჩავედი ეს საათსა და 12 წუთში წესთვინა და ეს 6 კილომეტრი მერბინა 1 საათში და ნუ იმ გზამ ძალიან შემაფერხა მაგრამ ნახეთ რა სილამაზეა ეხლა უცებ გამოვიცვლი გოგოს უნდა დავხვდე იმ სადგურზე სადაც მითხრა რომ 11-ის ნახევრიდან 11-მდე იყავიო და 11-20 წუთია 10 წუთის გზა არის მოკლედ იქამდე და ნახოთ იმედია მოვასწრებ ესეთი სილამაზე ესეც სადგური ვაიმე თუ გულები არის აქ დავხვდეთ ჯეიმს, სად არის ჩემი ბიჭი? მოვა ხა. აზე გაჩერდა და მე შეყავდა რაღაც. ხო, კარგად ხართ. მასაშინელებაში. ძალიან ცუდი. ყველა როგორ. ხო? აუ, ყოლა ცივია. აბა როგორ ხარ? საკაი. როგორ ხარ? უი, რა კაი. ყველა ფერისა. მომეზე. რა? არ არის მარტივი 100 კილომეტრის ხალვა გარბენა თქვენ იცით მოკლედ ეხლა მივედი ჰაცვალამდე მანქანით და ავდივარ ეხლა ზურულზე სლოვაკიეთი მოკლედ იმ ლემსიას მერე ქონდა ერთი ჩეკპოინტი ფეშკილის კოხებთან გუგას და შემდეგი არის ზურულდი წესით ზუსტად რო ავალ მალევე მოვა ანა ესეც ზურულდი
ჩვენი გუშბა. აი ეს კაცი არის 59 წლის და დარბის 100 კილომეტრს. გოგა მოვიდა! მოვიდა! ხედავთ საიდან დავინახე გოგა? ვიცანი. ო ისე რა. ჯერ იქ მწამოდა. ბარემ ის გაიარე ხო? როგორ ხარ? ორჯერ ვარწმუნე, საკაი. ვაი. ვერაფერს ვეღარ ვჭამ მე. მე უნდა ვჭამ როგორ. კოკა-კოლა მგიქნა თუ რანე და. კოკა-კოლა სახია მახე. მოდი წყალი და ლიეჯე. მომეცი საათით დაგიტენა მე, მაგამდე. არ გიჭამია არაფერი? გელს რა. გელს ვეღარ ჭამ. კაი, გელები თუ მარილიანი ჭხირები არ და ძალიან ნეიტრალურია. არა. მოგეჟამს. თელმის მის. აფეხები კარგად ისე. ნუ როგორ ჯამ ასე თუ გვიან. ხო და იქნებ აი თუ გინდა ეს წონი იქნება. აუ წამი. ნახე რომ მოგწერე, მეთი мотивация მიქრო. უი უშპა, რა კარგად ჩანს. მარა ისე გამიხარდა აქ დავინახე გოგა. ეს დაგინახე, ძალიან გამ. ჰა? ძალიან გამიხარდა დაგინახე. აბა როგორ? გულით გაბერი. აი მარილები ციკითნება. აბა დროებით. დროებით. კაი ხანი არ ჩამიწერია ვიდეო, იმიტომ რომ არ მქონდა მაგის თავი. თური მონაკვეთი იყო. გულის ქედიდან ქვევით 2000 მეტრის ჩარბენა. ვეცადე რომ შემინახა ბარძაყები. ოდნავ უკან ვარ დროში, მაგრამ არაფერი თავარია კარგად. მაგრამ შემდეგ ეშკილამდე და გულამდე 1000 მეტრი ამის წევი იყო და ორჯერ ვაღებინე გელს ვეღარ ჭამ. ეხლა 34 კილომეტრს გავწდი. კეთი ვნახე 3100 მეტრი ამოვიწიეთ. ნახევარზე მეტი გავიარეთ ელევაციის კუთხით. სარბენჯერ კიდევ ბევრი. დავხვდი ზურულზე. თქვათ კარგად არ იყო გოგა, იმიტომ რომ აშკარად რაღაცა მოწამლა, ნუ ვერ წაიღო კარგად რაღაცა. გულიერია ორჯერ. ნახოთ აბა გელებს ვეღარ იღებს, მაგრამ თელვინდებს იღებს და ასევე მარილის ტაბლეტებს და იმედი მაქვს რომ ელექტროლიტები ეყოფა ბოლომდე და არ გამოიფიტება. ეხლა მივდივარ 10-ზე და იქ დავხვდები მანამდე ერთი სტეიშენი აქვს უგვირის ტბაზე და მე ეგრევე 10-ია და პირდაპირ 10-ზე დიდ სტეიშენზე დავალოდები და იქთან არის უკვე დროპბეკი და რაღაცაებს გამოიცვლის ალბათ და ცოტა დიდი შესვენება ექნება. სადაც 18 კილომეტრი ზურულთის თვალიდან ჩამოვედი. მივდივარ როვერისკენ. მოკლედ ეს არის 10-ი სტეიშენი.
არის დროპბეკები. და ამოსასვლელი არის მანქანის გრუნტი გზა. სიხედები. ამ სხვათა შორის ყველაზე ერთ აქტიურ სადგურად ეს წარმომედგინა, იმიტომ რომ აქ ძალიან ხშირად უნდა გამოიარონ თან ყველა დისტანციამ და თითქმის ყველა დისტანციამ და თან ისეთია რა 100 კილომეტრმა მაგალითად 2-ჯერ უნდა გამოიაროს აქ და ყველაზე ისეთი მეგონა, მაგრამ ყველაზე წყნარი, მშვიდი და რაღაც ასეთი სტეიშენია. არა და დაახლოებით 5 საათი უნდა ვიყო აქ და ძალიან მოვიწყენ. Good job. Ormuzda 4 კილომეტრს გამოვწვით უღვირის სადგურს, კეთი ამხდებოდა. შევთავდით, რომ გვექნება თეთნულდის მთავარ სადგურზე. როდის სხვათა შორის ძალიან ახლოს ვიყავი. ნუ დიენებთან ახლოს არ ვიყავი, მაგრამ წავიდა მაქეთკენ მგონება 1-2ჯერ ვაღიარებ. იმიტომ რომ 2ჯერ ამერიკული და საჭმელს და ვერაფერს აღარ ვიღებდი, ვეღარ წალსლავს იმ აღმართებზე და მე რკეთი მომწერა, ვავედიო, ელოდებიო თან საზამთრო იქნება და ანუ ვფხიზულდი უცებ და რომ დავინახე კი დამბურძლა. მაგის მე კარგად ვარ. კიდევ ხდება 1-2 საათი ალბათ. დავინახე გუგა. აიქ, ამოდის. Yes. თუ არ არის? მგონი არ არის გუგა. გუგა მეგონა. გამოჩნდა, ჩემი ბიჭი გამოჩნდა. როგორ გამიხარდა? ძალიან გამიხარდა. ხორების წინ. მომენა ტრეტორიო. როგორ ხარ? აი, ხო აბა როგორ ხარ? იჟადო. აგერია ისე? რამე? გული. არა, აღა, რა კაია. დავლიე და სატესტო. ტესტისა? ბეტა. გელი, ხო? ჯეიმსა თურმე ისე ცუდად არის გული აერია ჯეიმსასაც და ზურულზე წევს და თუ არ გადამივლისო დავანებე. და გავჩერდებიო რა თუ ვერ გადამივლის, იმიტომ რომ 3 საათი აქ არ ვჭამია და რა დაგემართეს ნაულა სიცხის. წინდას? მგონია განიზრება და კაი. მოდი. საზამთრო. საზამთრო საზარი. აქ. მაისური რომელი გინდა? საუსახელო. კაი.
წადი. რამდენ ხანში მოხვა? 5-6 საათში. გაი. Good job. Wow. დინარი განუკვეთე, წყალი ავავსე, ძალიან მესი ამოვნა. ეხლა ჭაობში ვარ და ვცდილობ გავიგო სწორი გზა. ყველაზე ნაკლებად რაც დავსვრის, რომელია. უკვე თითქმის 50. 53-ს გამოვწდი, ესე იგი. ნუ, ამაღლებითაც და დისტანციითაც შუა ფაზას გადავწდი. იმდენად თავარია, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, ხო? კეთისთან მალე დავბრუნდე. რადგან მელოდება. მე მეორე მინდა დამაღამდეს სანამ იქ ჩავალ. ძალიან ლამაზი ბილიკებია ატიშის ფონდზე. ჩამოვედით ატიშში. თითქმის როგორც იქნა. Get a chance. მგონი კი არა მარკეტი. ნუ ნახოთ სადღაც. გამიწევდა ძალიან. ამ ყველაფრის დანახვა. ძალიან ლამაზი ადგილია. კიდევ უნდა გამოვხედო. კიდევ უნდა. აქეთ თეთრული ჩანს რომ მოხდათ ახლოს მივოლთ. ცოტა ხანში. ძალიან სოფელი. პირველი ქალი. ვცდილობ ენერგია მოვიღო. ვცდილობ ენერგია მოვგრო სალაპარაკოთ. ბოლო 2 კილომეტრს საათი ამოვიდი. ძალიან გატყიურებული და მაღალი ბალახები იყო. ბილიკი არც იყო რეალურად. აქ ვართ ახლოს თეთრთან და უბლებში იმალება. ჩემი მიზანი ახლა რა ჩელმალე მივიდე კეთისთან. და სანამ და დაღამებამდე ავიდე თეთრუნდის პიკზე თუ მოვახერხე. 1 საათი მაქვს დრო, მაგრამ ნუ აქაურებას მაინც უნდა გავწდე სანამ დაღამდება. თორე არ იქნება კაი. რაც ლამაზი ადგილია. ჩაძზე. კეთესა. თეთრუნდი. სიწყნარია. მარტო ვარ. ესეც კარგად ის ჩასვლა. ჯერ არ ჩახვიდე. ჭირდები. 1 საათი ნახევარ. კიდე მჭირდება მზე. ლამაზად ჩავა. აქ უკვე საკმაოდ აცივდა ისე რომ ბუმბულის გურდუკიც ჩავიცვი და შარვალიც. კვლავ ველოდებით გუგას, მე მგონი
5 კაცი მოვიდა 100-დან, ანუ იგივე გზავდა გამოიარონ 100 კილომეტრიანებმა თეთნულზე უნდა მოვიდნენ ორჯერ. ეხლა სადღაც არის თეთნულის პიკისკენ ადის გუგა. ადისში იყო და თეთნული პიკისკენ მიდის იქიდან. ანუ ადისშიდან იყო თეთნული პიკამდე 16 კილომეტრი და ძალიან ცუდი აღმართი. და იქიდან 6 კილომეტრი არის დაშვება და ეხლა ჯერ არ მისულა თეთნული პიკამდე. ნახოთ როდის მივაბა და სხვათა შორის ძალიან ბევრი ჩაიხსნა 100 კილომეტრიანები, აი ძალიან ბევრი. ზოგმა ვერ მოასრო, ანუ აქ იყო 7 საათამდე, ასე თქვათ, cut-off-ი. თუ 7 საათამდე ვერ მოვიდოდნენ და არ დაფიქსირდებ თეთნულის პირველ სადგურზე, მაშინ ჩაიხსნებოდნენ. ყველა ცუდად იყო აქ ერთი 4 კაცი, მეგონი 4 კაცი აქვე ჩაიხსნა. და ჩვენი მეგობარი 3 წუთი დააგვიანა იქ cut-off-ამდე, ანუ 8-3 წუთზე მოვიდა და ამიტომ ვეღარ გააგრძელა. ძალიან უჭირს ყველას. ძალიან რთულია ეს 100 კილომეტრი. როგორც იქნა ავედი, ზეანრავი ასული თეთნულის პიკზე 72 გადავწდით კილომეტრში და ამაღლებით 5200. დიდი ხანი მოვიდომე დამაღამდა 10 საათზე ამოვედი დაახლოებით. ეხლა ერთსული მაქვს კეთისთან ჩავიდე და დიდხანს დავისვენოთ. Bravo. ხარიცხელი გვაქვს, ხო? Bravo. Op. ოჩა. Bravo. Bravo. გუგა არ ყოფილა. აი ეს იმედი მაქვს რომ გუგა. ხო. კი, მგონი ეგ არის. ხო. მეგონი. აი ბოლომდე ვერ გავიქე. კი. გუგა. ოჩა. გუგა, ყველა შენ გელოდები. ამაზე ხაინდა. გუგა კარგად არის. 2 წუთში გავაბა დამწ. ეს 2 კარგად არის. ესე იგი, ყველაზე პატარა ხარ იმაში, ფლიან 100 კილომეტრიანებში და ქართველებიდან 2 ხართ მარტო. წავიდა გუგა. მოდი კაკოც. მოვედით სად ვართ? ჭოლაში და აქაც ველოდებით გუგას. მე აქ ვარ უკვე. მალე მოვა იმედია. მე მეგონა თავდასავლებით დასრულებული იყო, მაგრამ 95 კილომეტრზე მართი თქმის და ამ თისიქით ჭექა კუხილია. არასასიამოვნო. იმედია მან დამიდივარ. მე მინდა რომ ამ ქალაქებში წავიდე. აქეთ ძალიან ჭექს. ნახოთ. მოვიდა გუგა. გზაგერია? ხო. ძალიან ასწორებს ეს რომ მაშინ მოვიდა, მაგრამ გიხარდება რა. ცხელა მგონი. მოდი დაჭერე. მაგ გობია ისინი, რა მინდა საერთოდ? მინდა. ვიდეო საინტერესო. აი ხა. რა მოგივიდა? მე მგონა ფეხი არა, იქ რო გაჩერდი, მე თან დავისვენე თანისტო. ხო. და რო დავჯექი და რო ავდექი, არ მაგალითად აბა. მიდი. აბა შემიცი. ანთე? აკი. მოკლედ ძალიან გაწვენდა. იმაზე მეტად ვიდრე ჭოლაში რო ვიყავით. ეხლა ვეღარსად ვეღარ ხვდები. ვერცად სადგურზე, იმიტომ რომ
ერთი სადგური აქვს ღვებრაში, რომელიც არის ტყეში. ანუ მანქანა რო ვერ ადის ეგეთ ადგილას. და ნუ კიდე ერთი არის უკვე აეროპორტთან ერთი სტეიშენი. მოხალისეები აღარ დგანან იქ უბრალოდ დევს რა წყალი თუ უნდათ და რო აიღონ. და მორჩა. იგრევე ფინიში და ხაველოდები ცოტა გადაიღოს იქნებ და გარეთ უნდა ველოდო და გადაიღებს და ჩავალ ფინიშის ხაზთან და დაველოდები მას. კარგად წვიმს, ბოლო რამდენიმე საათი. ეხლა ვიყავი ბოლო სადგურზე და მითხრეს რომ 10 კილომეტრია დაახლოებით ფინიშამდე. ამიტომ ნავეთით. გუგა გიჟივით მორბის. ათიც გააკეთა. Association and all our we would like to thank our supporters and sponsors. ვიხილებ საოცარი ბრძოლები, საოცარი მეგობრობა, ერთმანეთის გატანა და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი აისახა დღეს ჩვენ პოზიტიურ საფრთხეებზე. აი მეორე დღეს სხვათა შორის კარგად გრძნობს თავს. უგას ვკითხოთ. გაური სიტყვით გითხარი როგორ გრძნობ თავს. ყველაფერი აიდეალურად 2 დღეში მოვიწოდე. 2 დღეში? ხაშებით? ხაში ავსებო თბილისში. ჩავალ თაგრევე ბერმარჩი.